არაფერი აღარ თქვა. სიტყვას ამოიღებ და მაგიდას ავაკიდავებ, და იწუებით. აკეთებო 11 და 4 ნომერს ვაძლევ. ხეს რას ნიშნავს? ეგა მოვა შეიდრო და ამიხსენი. მაგ ხელებს გაგიკეთებ უკან. მე სერ პიტრაბანა. შევეცდები გამოუაშკარავო ბოლო დროს გაპოპულარულებული ვიღაც VG, რომელიც ბასტონ ფანტასტოს სახელით არის ცნობილი. და გაიგებთ, თუ რატომ არის ის ნარკოტიკულ ზემოქმედებაში გამუდმებით. დიახ, არსებობს მყარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს პიროვნება შემჯდარია. დიდი ხანია მის გარშემო ტრიალებს ეს კითხვა, რადგან შეუძლებელია იყო იუთუბერი, სოცმუშაკი, დაავადებათა განყოფილების დამლაგებელ დირექტორი და ამავდროულად იყო ასეთი ჰიპერაქტიული. არქივებში ძრომიალმა და მის პირად Facebook გვერდზე დიდხნიანი დაკვირვების შემდგომ მივაკვლიე იმას, რომ ეს პიროვნება არც კი ცდილობდა ამ ყველაფრის დამალვას. ამ ფოტოზე დაკვირვებით ნათლად ჩანს თუ რაოდენ ძლიერ კაიფშია და როგორ დამცინავად უყურებს საზოგადოებას. იძახიან, რომ მას უბანში ზედმეტ სახელად ბაჭიას ეძახდნენ, რადგან მალმალე ამთავრებდა რაღაცებს. ალბათ გაინტერესებთ რას ნიშნავს ეს. დიდხნიანი მოკლევის შემდეგ დავადგინე, რომ მას ეს უნარჩვევები ფეხბურთის თამაში ძალიან ეხმარებოდა. მისი საფეხბურთო უნარები არანაკლებ უტოლდება ლეგენდარული მოთამაშის მარადონას უნარჩვევებს. ალბათ კითხვა გებადებათ რა შუაშია მარადონა, მაგრამ ამ ორ ადამიანს ერთი ძალიან დიდი და ცუდი ჩვევა აღმოაჩნდათ. ძალიან მძიმე დამოკიდებულება გააჩნდა ნარკოტიკების მიმართ და ეს ადამიანიც ამაში გავს. თქვენი აზრით ეს დამთხევაა თუ უბრალოდ ფაქტი? ალბათ დაგაინტერესათ საიდან მივედით მარადონასთან, რადგან ეს ადამიანი საკუთარ თავს მესის ანალოგად მიიჩნევდა, ვერც კი წარმოედგინა ალბათ ის აზრი, რომ სადაც მესია, იქაც მარადონაა. მაგრამ ვერ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ისეთი დაკვირვებული თვალებისთვის, როგორც მე მაქვს, მე ამ ყველაფერს ვერ დავასლაიდებდი. ის ასევე შემჩნეული იყო ჩინეთში საეჭო პირებთან, რომლებიც ნარკობიზნესში ძალიან ცნობილები გახლავთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ მისი საყვარელი ნარუტოს პერსონაჟი გახლავთ დეიდარა, რომელიც ძალიან ექსცენტრიული და თავდაჯერებული პერსონაჟია. მისი ცნობილი ფრაზა კი არტე ეს უნდა ექსპლოსიონ არის. ამ პერსონაჟს ხელებზე პირები ყავს და სამი პირიდან შეუძლია საუბარი. განა რა არის ეს ყველაფერი თუ არა პირდაპირი სამხილი და დასტური იმისა, თუ რატომ უყვარს ამდენი ლაღმობა, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან გამაღიზიანებელია. აბანა, ხუთ ჩაგორო წყალია და აშრობს ჰეტრიქს ასინაღა ბელინგე, მათაკი ბორბალი გაკედა და მასკოტი. მისი მეუღლე მოქალაქე NB აცხადებს, რომ მისი დაკვირვებით ბასტო ღამე თვალებს უბრალოდ ხუჭავს. მოჩვენებით. მას გონია, რომ ადამიანები ასე ვიქცევით. ის ვერ ხვდება, რომ ამ დროს მართლა უნდა დაიძინოს. და რომ ბებია ჩემივი ტყუილი იმის შესახებ, რომ ღამე თვალი არ მოგიხუჭავს და საერთოდ არ გძინებია, საერთოდ არ არის cool. ეს კიდევ მიუთითებს იმ ფაქტს, თუ ტიპს რაოდენ გაქცეული აქვს. არ შემიძლია არ მოვიშველიო და არ გავიხსენო ერთ-ერთი გენიალური გამონათქვამი. გახსნილი გაქვს ჩემო კარგო არხი, გარკვეული კოსმიური არხი არის გახსნილი. მისი ისტორია ჯერ კიდევ ჩინეთში წასვლის იდეით იწყება. მაშინ როცა ერთ დღეს უბანში დგომისას უბრალოდ თქვა, რომ აქ არაფერი გამოუვიდოდა და აუცილებლად ევროპაში უნდა გაეგაზა. ერთ-ერთი მდგომი მოწმის ინფორმაციით, მან ამ სიტყვების გასამყარებლად მოიშველია ისეთივე მტკიცე არგუმენტი, როგორიცაა გაზის ბოზრდილი ვიყო. ჯერ კიდევ სანამ ჩინეთში წავიდოდა, მან მთელი უნივერსიტეტი მოატყუა, რომ ის სასწავლებლად მიდიოდა. I have great English pronunciation. I'm from Russia. Это Dasha. მაგრამ როცა ეს ტყუილი არ გამოვიდა და არ გაჭრა, მან აქტიურად დაიწყო ერთ-ერთ პარტიის აქტივისტად მუშაობა, რისი მეოხებითაც შეძლო თანხის მოკუჩება. მაგრამ მან აქ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ის ტრაფიკინგის მსხვერპლი გახდებოდა, რამაც მისი ნარკოტიკის მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამძაფრა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2 კვირის შემდგომ მას ძალიან მოსწონდა ტრაფიკინგის ქვეშ ყოფნა. მან ასევე სადა ჩინეთში საიტის გაკეთება სახელწოდებით კამაჩი, სადაც თავისი დაგროვილი 2 კვირიანი ტრაფიკინგის ქვეშ გამოცდილებას აც უკვე მომსახურებაში გადატანას ფიქრობდა.
თუმცა მან ამ 2 კვირის მანძილზე ძალიან დიდი ტრავმა მიიღო და მოუწია კარიერის დასრულება. რამაც გადააწყვეტინა, რომ თავისივე ტრუსი ლურსმანზე შემოეკიდებინა. წყაროს ცნობით, ლურსმნის გაჭერებისას კედლის ნაცვლად ვიღაც ჩინოვნიკს გაუყარა. ამას დიდი პრობლემები შეუქმნა და ამის შემდგომ გამოადეპორტეს ჩინეთიდან. საქართველოს ჩამოსვლის შემდეგ ასეთი წარსულის მქონე ადამიანი სამსახურში აყვანა არავის სურდა. საიდანაც ინსპირაციად მიიღო, რომ აუცილებლად თავისი რაღაც უნდა გაეკეთებინა და დაიწყო საკუთარი სერიალის კეთება. სადაც ისედაც აჩკარად ჩანდა, რომ აქაც ძალიან ხშირად ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ცნობილია ის ფაქტიც, რომ მოძალადე მოქალაქე VG ხშირად მიმართავდა ბნელი ძალების გამოძახების რიტუალებს, რაც მას ძალიან ეხმარებოდა სამომავლო საქმეებში. არ მინდა ძალიან დრამატული ვიყო, მაგრამ თუ დააკვირდებით, მისი საქციელები ზუსტად გიამბობენ მის შიგნით არსებულ ბნელ ძალებზე. დააკვირდით ამ მტკიცებულებას, რომელიც მე ექსკლუზიურად მოვიპოვე. განა რა არის ეს, თუ არა რაოდენ გაუზრდელი და მოურიდებელია ეს პიროვნება, რაც არაერთხელ სხვათა შორის სხვადასხვა გადაცემებში გამოულენია. აბა დაგებადათ კითხვა, რატომ გამიშდა საერთოდ, რომ ეს ადამიანი გამომეაშკარავებინა? იმიტომ რომ ჯერ კიდევ ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე ყოფნის პერიოდში ეს ადამიანი ყავს ტაფსუნას ძალიან უხერხულად ეხებოდა, რაც ჩემ თვალს არ გამორჩა. აქვე მინდა აღნიშნო ის ფაქტიც, რომ არც მე მაძლევდა მოსვენებას რაღაც საზღობების გაკეთებას მაძალებდა. საბოლოოდ თუ დააკვირდებით, ბოლო პერიოდში ის უკვე აღარ ერიდება მისი კიდევ ერთი რჩეულის სახალხოდ გამოჩენას ავხოტორა ბიჭის სახით. ვისთან ერთადაც სულ ცოტა ხნის წინ თაფლობის თვე ქონდა საფრანგეთში. როგორც გაირკვა, მისი ტაიპი მელოტი მგოსნები ყოფილა. ძალიან დიდი ამბავია დავესწრები თამაშს დღეს მგოშანი ვარ ძველი დროის პროსტა ეხლა გამავდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს პიროვნება არ ირიდებოდა არც მის შეღებვას, რაც თავისთავად მიგვანიშნებს მის აღვირახსნილ და მამათმავლურ საქციელებს. თუ გახსოვთ, დასაწყისში მისი საყვარელი პერსონაჟი ვახსენე ნარუტოდან, დეიდარა, რომლის საყვარელი ფრაზაც El arte es una explosión გახლავთ. ისიც გემახსოვრებათ ალბათ, რომ ვახსენე დემონური ძალების გამოძახებით არის თქო ეს ბიჭი დაკავებული. ყარი ეჭვი არსებობს, რომ მის ახალ YouTube არხზე, სადაც სახელში სლენგად ბასტო ფანტასტო დომინირებს. გაიგო, რომ მისი რეალური სახელი იშიფრება როგორც ბასტო ფანტასტო El demonio de los sueños. რაც პირდაპირ თარგმანში იგულისხმება როგორც ბასტო ფანტასტო სიზმრების დემონი. ამიტომ აჩვენებდა მის მეუღლეს თავს, რომ ვითომ ეძინა, რადგან ის მუდმივად სიზმრებში დადიოდა და მის მზაკრულ გეგმებს დემონთან ერთად სახავდა. ამიტომაც იყო ასეთი ამორალური, ამიტომაც არის ეს ასეთი შემაწუხებელი. მე თუ ვერ გადავრჩი, იცოდეთ რომ ბასტო ფანტასტო El demonio de los sueños-მა სიზმარში დამიჭირა და მაგრად იმას მიქნა. მე კი ჩემი მხრივ გებშდობებით შემდეგი საქმის გახსნამდე.